$1992 წელს ცეცხლში გახვეული სოხუმიდან დედამ დედის ლოცვა ლექსად გაუგზავნა ფოკის მონასტერში ბერად აღკვეცილ შვილს მამა სერაფიმეს. დედისთვის ეს გზა იმედის მომცემია, შვილი ლოცვით გააძლიეროს, რომ ბერის ლოცვა კურთხევა განსაცდელში მყოფ საქართველოს შეეწევა და მის დაშლილ სხეულს გაუნთლიანებს. დედა ანგელინა მარველაშვილი დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს და არც ერთი წუთით არ დაუტოვებია სოხუმი. უფალო, წყალობელო ჩვენ, გაგვხადე ღირსი, შენი მეუფეობის. განგოს პედაგებით რცა, თოვლი რათა მარად ვიყოთ, შენი ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცულ. დედა გენაცვალოს და დედა შემოგევლები თვალწინ მიდგას ზეცაში აბღორობილი ხელები შენი შავი სამოსი შენი შავი წვერები მუხლო მოდრეგით ხატისძი დრომე ვედრები ეს გულიდან ამოსული სიტყვები ეს რაღაც ფანტასტიკური მორგონილი რაღაც არ არის ერა ეს არის სინამდვილე ამოსული ლექსოს შეგეციო სუპა მშოველი მინდა სალოცავე ბორჯომ შარფი კილიში დია კარგი ჩვენ ყველა მადრი მოხდეს მეთმა გავბრუნდეთ აფხაზეთში რომ ყველა ბევრი წლები მოხდეს ჩვენი უწევდესი რომ კარგად იყოს ჯანმრთელად ეროვნულობა იყოს საქართველოს გაბწყინდეს ჩვენ რომ ყველა უფალთან ვიყოთ სასოფლოში სადაც სერაფიმ საროველია ხონდა რომ ჩვენი შვილები დალოცველი იყვნენ მადლიანი ცხონივებული და მეუფე სერაფიმიც შენი ლოცვით და მისი ლოცვით რომ ამინ სულიწმინდის მადლი მისცეს და ცხონდეს და კარგი ახლა მე დავიჩოქები და შენ დამულცე. მე დაიკავე მომავალში და აბა შენ დამულცე პროტესტში და გადავსახე ჯვარი საკა ასე გადავსახე ჯვარი და ნალე. ჩემი თავარი ნატრა არის ის რა ნატრაც გააჩნია თითოეულ ქართველს. და ჩვენს პატრიარქს, ჩვენ დიდ პატრიარქს, რომ გამთლიანდეს საქართველო, რომ ჩვენ დავბრუნდეთ აფხაზეთში და მოხდეს შერიგება აფხაზი და ქართველი ერის, მოხდეს ერთმანეთის ურთიერთას პატიება, მოფერება, სიყვარული და მოგვესწროს ამ დიდ მადლიან დღეს ამას შევთხო უფალს, მადლობ უფალს, რომ უფალმა მოგცა შესაძლებლობა და ჩამობრძანდნენ ჩემი ნათესავები, შობელი დედა სოხუმიდან თბილისში და ასე ჩვენის ლოცვა კურთხევი და ჩვენი ახლობლების და მორწმუნე მრევლის ლოცვით მშვიდობით ჩაიყვანოს და სიკეთე მისცეს იქ ყველა ქართველს, ყველა აფხაზს, ყველა ვინც ცხოვრობს აფხაზეთში. რამდენი ჩამოვდივარ, შვილთან ჩამოვდივარ. თქვენ წარმოგიდგენთ შვილის დადული
როგორი რა ხალხი ხალხი ეს და შორიდან წამში ღმერთმა გაგაძლიეროს ღმერთმა მოგცეს მხნეობა სამების ტაძარში ვიღებ გლოცვა კურთხევას უფისაგან, ყოვლადწინა სამებისაგან და დედაჩემი ბრუნდება ისევ სოხუმში, აგრძელებს მოღვაწეობას და გამოთქვა სურვილს, იმედს, რომ აღსრულდება ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევა და სურვილი, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და აფხაზეთთან ერთად ჩვენ აღნიშნავთ ჩვენ შერიგებას, ურთიერთპატიებას და საქართველოს გამძლეობას. და დღევანდელი დღე სევდიანი დღეა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად გვაქვს შესაძლებლობა რომ მოვეფეროთ შობელს და იმედს გამოთქვამ, რომ უძვნესის ნატურა და ქართველი ერის ნატურა მომავალში შესაძლოა. პატრიარქიას რა გყავს? როგორი პატრიარქი თქვენ კიდევ წარმოიდგინეთ. აი ეგრან ახავს შესაძლებლობა პირების სხვადასხვა ჯურის ებრაელებიც, გერმანელებიც, მაგრამ ასეთი პატრიარქი, ასეთი ადამიანები მე ვერ წარმოვიდგენია. ჩემი უფროსი და რომელიც ასევე ჩამოზანებულია, მუშაობს იქ ცენტრალურ აფთიაქში. აი და ჩვენ ახლობლები მრევლი, ვინც ვიყავით, მაგ ვაცლებთ სამების ტაძარში და უკვე დღეს, ფაქტობრივად დღეს გამთენისას უკვე ბრუნდება აფხაზეთში და იქ ცხოვრობს, მოღვაწეობს ჩვენ სახლში. ანუ ჩვენი ოჯახი გაყოფილია. მე და ჩემი და ვცხოვრობ საქართველოს ბორჯომში და თბილისში და ჩემი უფროსი და ადრინა მარგულაშვილი უკვე რამდენი წელიწადია უკვე ცხოვრობს სოხუმში. დღევანდელი დღე ძალიან დიდი სიხარულია, იმიტომ რომ მეუფრის დედა ჩამოსულია, რომელიც წლების მანძილზე ვერ ნახულობს ხოლმე და აღტაცებული ვარ დღევანდელი დღით სიტყვოთი სიყვარულით. ყველას მადლობა, რომ ასეთი დღე გაგვითენდა ჩვენ. წინა სერაფიმ სავრელმა ყველა დაგლოცოთ, სიკეთე მოგცეთ, ჩვენი საქართველო გამთლიანდეს, ჩვენი დიდი პატრიარქი იყოს ჯამთელად გახარებული, მისი ლოცვა კურთხევა აღსრულდეს, შესრულდეს მისი ნატურა, დავბრუნდეთ აფხაზეთში, ღმერთმა აფხაზ ხალხს მისცეს სიყვარული აღუდგინოს ქართველი ერის მიმართ, გვაპატიოს ღმერთმა ჩვენი ცოდვები და სულიწმინდის მადლი ყველას მოგვანიჭოს ღმერთმა, დააბრუნოს მთელი ქართველნი გაბნეული მთელ სოფლიოში, საქართველოში და აქ სამებაში და იქ სოხუმში ვიდღესასწავლო და აღნიშნოთ საქართველოს ამინ. აბა დაგლოცოთ ღმერთმა ჩვენთან არის ღმერთი და დალოცოს ანგელინა მარგულაშვილი, დავლოცოს უკან გზა აფხაზეთში,
მშვიდობით ჩასულიყო სოხუმში და იქ აფხაზებმა თან ერთად კარგად იცხოვროს. ამინ. დიდხანს სიცოცხლე. დიდხანს სიცოცხლე. ამინ. ნაოშაბლები. შეგეციო სუფალი თვის მშობელი მარია წმინდა სალოცავები რაც ამ ქვეყნადარია წმინდა ნინოსავალი გაზით რომ აღუთქვი ბერობა ღმერთმა გაგაძლიეროს ღმერთმა მოგცეს მხნეობა ანგელოზ იქ ფარავდეს წმინდა სერაფიმ